დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე კაციას ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლითაც დადგინდა, რომ ნიკოლოზ კაციას ნარკოლოგიური საშუალებები არ მოუხმარია და არც ნარკოტიკის შეფუთვაზე აღმოჩნდა მისი დნმ-ის კვალი. ლომინაძის თქმით, გადასაფუთ პაკეტზე პროკურატურასაც აქვს დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა პასუხი ჯერ მიღებული არ არის. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალდების მხარემ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო მოითხოვა. ნიკოლოზ კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. დანაშაული 8-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მან სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესის დაწყებამდე ღირსების შემლახველ პირობებში ამყოფებენ. Პროტესტის საბადრაგო სამსახური ამყოფება, რომელიც არ მაძლევს სარდაფში დაჯდომის საშუალებას, ფუძემდე მოვითხოვდა და არ მომცეს. გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა და რატომღაც ძალიან უცნაურად ემთხვევა, რომ სასამართლოზე წამოსვლის წინ არ მეძლევა საშუალება წამოღება არც სარიელი ფურცელი და მათ შორის არც სარიელი კალამი მაგალითად. ნიკოლოზ კაციას საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი 7 მარტს გაიმართება.